მოგესალმებით მეგობრებო, აგზელებ ჩვენს პროექტს Zoom-ის ვიდეო მიმხილები, მე საგიბრუნდით და ჩვენი შემდეგი სტუმარი არის Samsung Galaxy Grand i90-92, ეს არის Galaxy Grand-ის ორი სიმბარათიანი ვერსია და დღეს ვისაუბრებთ სწორედ ამ smartphone-ის შესახებ. თავად ხედავთ როგორ გამოიყურება smartphone-ი, არის საკმაოდ დიდ ეკრანიანი smartphone-ი. ასევე არის საკმაოდ თხელი, აი თავად ხედავთ როგორი თხელი არის მისი корпуსი. მე დროებით ტელეფონს გვერდით გადავდებ, ნახოთ თუ რა მოყვება ტელეფონის კომპლექტში. გავხსნათ მისი ყუთი. როგორც თავად ხედავთ, ტელეფონს თან ახლავს USB კაბელი. თან ახლავს ყურსასმენები, რეზინის თავებით და თან ახლავს დამტენი. დამტენი უერთდება USB-ს ერთობლივ რეჟიმში ახდენენ დატენვას, ასევე მოყვება დამატებითი რეზინის თავები ყურსასმენებისთვის, რათა სხვადასხვა ზომის ყურს შესანიშნავად და იდეალურად მოერგოს. სულ ეს იყო, ესე იგი სტანდარტული მოგზაურებული კომპლექტაცია ჰქონდა Samsung Galaxy Grand-ს. და ახლა უკვე ვისაუბროთ ტელეფონის შესახებ. ეკრანის დამცავი ავაწყროთ, რათა კარგად გამოჩნდეს თუ რა ხდება ეკრანზე. აღნიშნული მოდელი გამოვიდა ამ წლის, ანუ 2013 წლის იანვარში. მისი წონა შეადგენს 172 გრამს. ანუ ზომის მიუხედავად საკმაოდ სუბუქი ტელეფონი არის. რაც შეეხება ეკრანს, ეკრანი დამზადებული არის TFT LCD ტექნოლოგიებით. გაფართოება არის 488 პიქსელზე, ხოლო ზომა არის 5 დიუმი. ბევრი მითქმა იყო, რომ აღნიშნული ტელეფონის გაფართოება არის ძალიან დაბალი, იმიტომ რომ ბრენდების უმეტესობა, მათ შორის Samsung, HTC, Sony და ასე შემდეგ უკვე გადავიდნენ Full HD-ზე ზოგი, ხოლო ზოგი უმეტესობა HD ეკრანზე და ეს უკვე დაბალი გაფართოება, თუმცა უნდა აღინიშნოს შემდეგი რამ, რომ როდესაც საუბარი გვაქვს 5 დიუმიან ტელეფონზე, თვალისგან უფრო შორს გვიჭირავს და შესაბამისად პიქსელების სიმჭიდროვის ესეთი თვალში მოსახვედრი აღარ არის. ეხლა უნდა გავიაროთ ყველა ის აქ სხვადასხვა პარამეტრები უნდა შევიყვანოთ, როგორც არის Wi-Fi-ის პაროლი, Google-ის აკაუნთი და ასე შემდეგ. ტელეფონი უკვე ჩაერთო. როდესაც ჩვეულებრივად უყურებთ ტელეფონს, პიქსელების სიდიდე, ანუ დაბალი სიმჭიდროვე არ არის ყოველთვის ძალიან შესამჩნევი. მე გავაგრძელებ ტელეფონის სპეციფიკაციების მიმოხილვას. ტელეფონს აქვს 8 გიგაბაიტი შიდა მეხსიერება, 1 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, ანუ იგივე RAM-ი. ხოლო შეგიძლიათ ტელეფონის მეხსიერება გაზრდოთ 64 გიგაბაიტამდე microSD ტიპის ბარდის დახმარებით. აღნიშნულ მოდელს გააჩნია 8 მეგაპიქსელიანი კამერა, LED განათება. აღნიშნულ კამერას შეუძლია გადაიღოს Full HD ვიდეოები. ასევე აქვს წინ კამერა 2 მეგაპიქსელიანი. ამჟამად ტელეფონზე აყენია Android-ის 4.1.2 ვერსია, ანუ ეს არის Jelly Bean-ი. თავად ხედავთ 4.1.2 ვერსია Jelly Bean-ი. ტელეფონს გააჩნია HTML5 ბრაუზერი, რაც შეეხება ბატარეას, ბატარეა აქვს 2100 მAh-იანი, რომელიც ოფიციალური მონაცემებით ამუშავებს მას დაახლოებით 10 საათი საუბრის რეჟიმში, ხოლო 440 საათი დოდნის რეჟიმში. რაც შეეხება ტელეფონის корпуსს, დავუთვალოთ იგიც, ტელეფონს მარცხენა მხარეს აქვს ხმის ამწევი და დამწევი ღილაკი, რომელიც არის ერთ ღილაკად გაერთიანებული, უბრალოდ ეჭირება ზევითა და ქვევით მხარეს. ზედა მხარეს აქვს 3.5 მმ-იანი ჯეკი, როგორც თავად ხედავთ. მარჯვენა მხარეს აქვს ჩამთავ-გამთავი ღილაკი, ხოლო ქვედა მხარეს აქვს micro USB პორტი. წინ აქვს ესე იგი ერთი ფიზიკური კლავიში, ასევე მენიუ და უკან დაბრუნების ღილაკი. წინ აქვს სენსორები და მეორე კამერა. უკან აქვს სპიკერი, კამერა და LED განათება. მოხსნათ ტელეფონს უკანა დამცავი ხუფი და ვნახოთ თუ როგორ გამოიყურება იგი შიგნიდან. უკანა ხუფი დამზადებული არის მთლიანად პლასმასისგან, თუმცა საკმაოდ ხარისხიანად არის იგი შესრულებული. თავად ხედავთ როგორ გამოიყურება ტელეფონის უკანა მხარე. ტელეფონში თავზდება ორი სიმბარათი, ერთი აქ, ერთი აქ. აქ არის ბატარეა განლაგებული. მოვარგოთ ტელეფონს ხუფი. და უკვე შეგვიძლია გადავიდეთ ტელეფონის ინტერფეისის მიმოხილვაზე.
შემდეგნაირად ხდება ესე იგი, ეს არის Samsung-ის ახალი TouchWiz-ი, რომელთაც გამოდის პრინციპში Samsung-ის უახლესი მოდელები. შემდეგნაირად გამოიყურება ინტერფეისი, ალბათ გეცნობათ, ვისაც თან ახალ Samsung-ებთან ქონია შეხება. საკმაოდ სწრაფად გადადის ეკრანზე ყოველგვარ შეფერხების გარეშე. ხვევით არის ესე იგი ხუთი იკონკა. პირველი იკონკა არის ესე იგი ზარების განხორციელება, აქედან ხდება ზარების განხორციელება. აქვე შეგვიძლია ვნახოთ შემოსული გამავალი ზარები, აქვე არის საყვარელი კონტაქტები, აქვე არის შეგვიძლია გადავიდეთ კონტაქტებში. გამოვიდეთ უკან, თავად ხედავთ, აქ მეორე იკონკა არის კონტაქტების, უკვე მესამე არის მესეჯების იკონკა. ვნახოთ როგორ გამოიყურება ტელეფონის კლავიატურა. კლავიატურა გამოიყურება შემდეგნაირად, აქვე არის ევით განლაგებული ციფრები, ანუ გადართვა არ გჭირდებათ. ხოლო თუ ამოვატრიალებთ, ტრიალდება კლავიატურაც და თითქმის ნახევარ ეკრანზე იშლება. 5-დიუმიანი ეკრანი პრინციპში იმისთვის საკმარისზე მეტი არის, რომ უშეცდომოდ აკრიფოთ ტექსტი. გამოვიდეთ უკან, აქ არის ინტერნეტ ბრაუზერი და აქედან შევდივართ აპლიკაციების გალერეაში. შემდეგნაირად გამოიყურება აპლიკაციები. შეგვიძლია გადავიდეთ ვიჯეტებზე. აქ არის განლაგებული ვიჯეტები. თუ გვინდა რომელიმე ვიჯეტი რო დავამატოთ რომელიმე ეკრანზე, უბრალოდ დიდხანს უნდა დავაჭიროთ. და წავიღოთ და ჩვენ სასრულ ეკრანზე ჩავაგდოთ. თავად ხედავთ, აქ გამოვიტანეთ საყვარელი კონტაქტების ვიჯეტი. თუ არ მოგწონს ეს ვიჯეტი, შეგვიძლია უბრალოდ დავაჭიროთ დიდხანს, ავიტანოთ ზევით და გაწეთილდება, დავშალოთ. ტელეფონს ესე იგი მოყვება ყველა ეს აპლიკაცია, რომელიც მოყვება თანამედროვე Android-ების უმეტესობას, ანუ აქ ხდება Dropbox-ი, Google-ის სხვადასხვა პროგრამები, ასევე Samsung-ის S-Voice-ი, არის ხმოვანი ბრძანებებით შესრულება და ასე შემდეგ. თუ დავუწევთ მენიუს ხილაკს, გამოდის შემდეგნაირი მენიუ, საიდან შეგვიძლია დავამატოთ აპლიკაცია ან ვიჯეტი, შევქმნათ ფოლდერი, შევცვალოთ უკანა ფონი, მაგალითად შევცვალოთ უკანა ფონი, დავაყენოთ Live Wallpapers, შეგახსენებთ რომ Live Wallpapers ეს არის ანიმირებული უკანა ფონი, რომელიც Android-ის სისტემის ტელეფონების მფლობელებმა სავარაუდოდ უკვე იცით. თუ რომელიმე გვერდზე დავუწევთ დიდხანს, გამოდის შემდეგნაირი მენიუ, საიდან შეგვიძლია დავამატოთ აპლიკაცია ან ვიჯეტი, დავამატოთ ფოლდერი ან შევცვალოთ wallpaper-ი. შევიდეთ ტელეფონის პარამეტრების მენიუში, რომელიც გამოიყურება შემდეგნაირად, ანუ ეს არის სტანდარტული Android-ის პარამეტრების მენიუ. დავუკავშირდეთ უკაბელო ქსელს და გამოვიცოდეთ ტელეფონი ინტერნეტში, უყუროთ ვიდეოს და ასე შემდეგ. დროებით მე ეკრანს მოვშორებ, რათა შევყვანო უკაბელო ქსელის პაროლი. ტელეფონი რამდენიმე წამში დაუკავშირდა უკაბელო ქსელს. მე პრინციპში სანამ შევალ ინტერნეტში, აუცილებლად ვნახავთ როგორი კამერა აქვს ტელეფონს. შევიდეთ კამერაში. ტელეფონს გაჩნია touch focus, ანუ როდესაც დავუწევთ ეკრანზე ხდება დაფოქუსირება. შეგვიძლია ჩავცვათ ან გამოვთოთ განათება ჩვენი სურვილის ამ მებრ. აქ შეგვიძლია ავირჩიოთ სხვადასხვა ტიპის გადაღების რეჟიმი. აქ არის სხვადასხვა ეფექტები, მაგალითად ჩავთეთრი და სეფიეს ეფექტი და ასე შემდეგ. აქ არის პარამეტრები, საიდან შეგვიძლია შევცვალოთ ფაქტურად ყველაფერი. აქ არის სითეთრის ბალანსი, ISO, რეზოლუცია, ფოკუსის მდგომარეობა და ასე შემდეგ. შემდეგნაირად ხდება ვიდეოზე გადართვა, ახლა უკვე ვიდეოს რეჟიმში ვიმყოფებით, შეგვიძლია ასევე თითისეთი დაჭერით გადავიდეთ, დავაფოკუსიროთ ვიდეოს დროს. შევიდეთ გალერეაში და ვნახოთ როგორ გამოიყურება ტელეფონის გალერეა. გალერეა გამოიყურება შემდეგნაირად, აქ არის ერთი ვიდეო, რომელიც შეგვიძლია პრინციპში გავხსნათ და ვნახოთ როგორი ფერები აქვს ამ ტელეფონს. მე მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ ტელეფონთან მქონია შეხება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ეკრანი არ არის დიდი გაფართოების და ასე შემდეგ, საერთოდ არანაირ ყურადღებას არ იქცევს ის, რომ მას აქვს დაბალი გაფართოება, სავსებით ნორმალური არის პრინციპში. რომელიც თავად არწმუნდებით თუ ტელეფონის მფლობელი გახდებით. შესანიშნავი ფერები აქვს მართლაც და მაღალი გაფართოების ვიდეოს თავად ხედავთ, რომ შესანიშნავად უკრავს ყოველგვარ შეფერხების გარეშე.
მას აქვს ასევე შესანიშნავი ფუნქცია, შეგიძლიათ ვიდეო გადაიტანოთ შემდეგნაირ რეჟიმში, პატარა რეჟიმში და თქვათ მაგალითად ამ დროს დაწეროთ SMS-ი, ნახოთ იმეილი და შემდეგ ისევ დაუბრუნდეთ ვიდეოს ყურებას, ან უბრალოდ გადიშოთ იქ. აუცილებლად მოვინახულოთ ტელეფონის მუსიკალური დამკვრელი music player. გამოიყურება შემდეგნაირად. ტელეფონის სპიკერს აქვს საკმაოდ მაღალი ხმა, აქვე არის equalizer-ი, რომელიც შეგვიძლია ჩვენი სურვილის სამეფრო დავაყენოთ. ჯერჯერობით ყველაფერი ძალიან მომწონს მე. თუ ამას დავამატებთ, რომ აღნიშნული ტელეფონი არ იყოს ორ სიმბარაც, ძალიან დიდი პლუსია ეს მისი, ვისაც ვთქვათ, დიდი ეკრანიც უნდა, მძლავრი მონაცემებიც უნდა. აღნიშნულ ტელეფონს გააჩნია ორბირთვიანი პროცესორი, სიხშირით 1.2 GHz, სამწუხაროდ ინტერნეტში მე ვერ მოვიძიე ზუსტი ინფორმაცია წარმოებლის შესახებ, ასევე ვერ მოვიძიე ინფორმაცია ვიდეო წამკითხვის შესახებ, თუმცა არ მგონია რომ ცუდი კონტენს რომელიმე. ვინაიდან ინტერნეტს უკვე დავკავშირდით, გამოვცადოთ ინტერნეტ ბრაუზერი, გავხსნათ ინტერნეტ ბრაუზერი და შევიდეთ ჩვენს ვებ გვერდზე, ეს არის zoomer.gr. საიტი უკვე ჩაიტვირთა. როდესაც შემდეგნაირად უყურებთ საიტს, პატარა ტექსტების გარჩევაც კი შესაძლებელია, ხოლო თუ გადმოვატრიალოთ ჰორიზონტალურ რეჟიმში, მინდა დაგარწმუნოთ, რომ აი ყველა ტექსტი, თუნდაც აი გვერდზე განლაგებული პატარა ტექსტები შესანიშნავად იკითხება. აქ თავისუფლად მუშაობს ის იგი multi-touch-ი, ანუ ორ თითით დაშორება და ახლოვება. ჩვეულებრივად მუშაობს ის იგი Java. ფაქტობრივად ბრაუზერი არის სავსებით ამაკმაყოფილებელი, შეიძლება ითქვას. და ბოლო გამოცდა, რომელსაც ამ ტელეფონს ჩავუტარებთ, ეს არის YouTube-ის აპლიკაცია გავხსნათ. გადავიყვანოთ მაღალი გაფართოების რეჟიმში. შევიდეთ setting-ებში, General High Quality on Mobile და ჩავართოთ რომელიმე მაღალი გაფართოების ვიდეო. მაგალითად ეს გადმოვატრიალოთ ჰორიზონტალურ რეჟიმში, ოდნავ წინ გადავახვიოთ. ვიდეოს ასეთი ნორმალურად გამოიყურება YouTube-ში. პრინციპში საკმარისია უკვე. ეს იგი ჩვენი სტუმარი იყო Samsung Galaxy Grande, ეს არის 5 დიუმიანი smartphone, ეკრანის ეკრანი ზომა შეადგენს 5 დიუმს. მასში თავსდება ორი სიმბარათი, არის Android-ის ბოლო ვერსია, ანუ ეს არის Jelly Bean 4.1.2. საკმაოდ მრავალფუნქციური smartphone, დიდი ეკრანით. თუ დაგაინტერესებთ უფრო მეტი, ეწვიეთ ჩვენ საიტ zoomer.gr და გაიგეთ უფრო მეტი. კარგად ბრძანდებოდეთ.